სოფლიო მედიის ყურადღება ავსტრალიის ქალაქ ბრისბენისკენ არის მიპყრობილი, სადაც დიდი ოცეულის სამიტი იწყება. ორდღიან ფორუმზე ლიდერები აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის კრიზისზე იმსჯელებენ. სამიტს 13 ქვეყნის პრეზიდენტი, მათ შორის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პირველი პირებიც დაესწრებიან. სოფლიო ლიდერები ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში იკრიბებიან, სადაც 15 და 16 ნოემბერს დიდი ოცეულის სამიტი გაიმართება. ფორუმზე მაღალჩინოსნები ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. დღის წესრიგში სამუშაო ადგილების გაზრდის, ეკონომიკური თაღლითობის პრევენციისა და სოფლიო ეკონომიკის გამყარების საკითხები იქნება. სამიტზე იმსჯელებენ აგრეთვე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. ბრისბენში უკვე ჩავიდნენ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერები. სამიტს აგრეთვე დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ფორუმის ოფიციალურ დაწყებამდე ლიდერების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. უფრო ადრე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ავსტრალიელ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. დევიდ კემერონის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ქმედებები მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გამოიწვევს. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინას დამოუკიდებლად და თავისუფლად განვითარების საშუალება უნდა მისცეს. თუ რუსეთი უკრაინის თავისუფლებისადმი პოზიტიურ მიდგომას აირჩევს, შესაძლოა ამან სანქციების გაუქმება გამოიწვიოს. მაგრამ თუ რუსეთი განაგრძობს ვითარების გამწვავებას, ამან შესაძლოა სანქციების გაფართოება გამოიწვიოს. ყველაფერი მარტივია. სამიტის მონაწილეების პარალელურად ბრისბენში ანტიგლობალისტები და გარემოს დამცველი აქტივისტებიც იკრიბებიან. როგორც ყოველთვის სამიტის ფონზე მათი საპროტესტო აქციებიც გაიმართება. ქალაქში აქციების გამართვის ნება სულ 27 ორგანიზაციას დართეს. სოფლიო ლიდერებს შეუძლიათ მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ, თუ ისინი გადასახადებს სწორად გადაანაწილებენ და ოფშორებს ბრძოლას გამოუცხადებენ, სადაც დიდრები დამატების შემოსავალს მალავენ. სამიტის წინ ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდა. ბრისბენში 6000 სამართალდამცველია მობილიზებული. პოლიცია მონიტორინგისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გარდა ბომბის დეტექტორ რობოტებსაც გამოიყენებს.